კონსულტაციაზე ხშირად მოდიან პაციენტები 30-დან 45 წლამდე ასაკის ჩივილებით, გულძბარვა, ბოყინის, სიმძიმის შეგრძნება, საკვების მიღების შემდეგ რეფლუქსი. მათი ასაკიდან გამომდინარე ხშირად ფიქრობენ, რომ ეს გასტრიტი ან სტრესის შედეგია. ეს ფსტარი შეხედულებაა. უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული ჩივილების მიზეზი დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარია. ამასაკობრივ ჯგუფში თიაქრის განვითარების ფაქტორებია: წონის სწრაფი მატება, ორსულობის შემდგომი პერიოდი, ფიზიკური დატვირთვა, რომელიც ზრდის მუცლში დაწნევას, ხანგრძლივი ხველა და ქრონიკული ყაბზობა. საყლაპავის თიაქრის სავარაუდო ნიშნებია: გულძმარვა, საკვების მიღების შემდეგ ან წოლისას, სიმძიმის ან საკვების დაყოვნების შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, ჟავე შიგთავსის ან საკვების ამოსვლის შეგრძნება, დილით ხმის ჩახლეჭვა ან ღამით მშრალი ხველა, რომელიც არ არის დაკავშირებული გაციებასთან. ერთი ან ორი ნიშანი შეიძლება მიუთითებდეს ფუნქციურ დარღვევაზე. სამი ან მეტი ნიშანი საფუძველს იძლევა ეჭვი-ქრას მიტანილი საყლაპავის თიაქრის არსებობაზე. აღნიშნული დიაგნოზი საფუძველს იძლევა გასტროსკოპიული და რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებისა. სწორი დიაგნოზი გადაწყვეტილების მიღების პირველი ნაბიჯია.